დილამშვიდობისა მე მაგდალენაზე შევედა თქვენ მოხდით შემარხ მაგდალენაზე ეხლა არის დილის 7:09 6-ზე გავუკვიძე მივდივარ დაებაში არის პარასკევი მე გადავწყვეტ ჩემი პარასკევი გადამეღო და მეჩვენებინა როგორ მიდის დღე ახლა საერთოდ ჩემს ვორკაუტს გავიკეთო შია აბნახავანასე ამდენ მაქსად რა არის ეს დღე მეტყვი სახში გვაქვს სასწაული დემონტაჟი ყველაფრის დემონტაჟი იმიტომ რომ ყველა საშუალო არის ჩემ ოთახის გაკეთებას რო დაიწყებენ იმიტომ რომ მე ჩემ ოთახიდან მუშაობ და არ ვიცი როგორ ვიღავ მაგას Walmart შემოვიარე სალათისთვის რაღაცები უნდა მეყიდა და რას ვხვდებით ით ხალხო უყურეთ ხა გაჩვენებთ ყიდიან ფასდაკლებით ხოლმე ქათამს ანუ სულ $1 იქ მოკლებული იმიტომ რომ დილით გააკეთეს და სწრაფად რო გაიყიდოს მაგრამ აი თუნდაც $2 იქ მოკლებული რატო უნდა ღირდეს მთლიანი შემწვარი ქათამი $4 როგორ მაინტერესებს თქვენ ვერ წარმოიდგენთ რატო ღირს $4 მთლიანად ეს მთლიანი ქათამითან შემწვარი საუზმის დროა გავიკეთე ისევ სენდვიჩი ერთი პატარა პური შევწერე 4 ნაწილად ძალიან თხლად გამიჭრა და კიდე მაქვს ერთი ჯამი პომიდორი ერთი დიდი პომიდორი რო ვიყიდი აი ეს დავჭერი მთლიანად და შევჭამ პირველ სენდვიჩს გაიცამარელი აკრა გრამოფუდა ჩემი სომი რომელიც გაორმაგდა ჩემი გაკეთებული საფუარით. ჩემი ღუმელიც ხელდება უცებ შხაპს მიიღებ. ეს შემოგებული ეს ადგილი. შხაპს მიიღებ უცებ, შევდგა, გამოაცხო პურს და მე შეჭმით ვერ შევჭამ, მაგრამ გამოაცხობ. კინაღამ დამავიწყდა. კი სამსახურის შუაში გადაწყვეტე რომ banana bread გავაკეთო და გამოვიყენე უფრო ნაკლები butter თუ ნაკლები კალორიული გამეკეთებინა მაგრამ ვინ იცის და ჩემს წელზე წამოწოლილი აქვს ჩემ გამომწვარი ნანძღეს მე აქ ვმუშაობ ვერაფერს თქო გვაქვს არაჩვეულებრივი ის რა ქვია quality time ორივე ჩვენ რაღაც ვაკეთებთ უგემრიელესია, მადლობა. არაფერზე. ცეროწවත් მე ისიც გადა. ხო. კარგადე. ხილად, მშვიდობით. კარგად. ეს არის ჩემი ვახშანი, ჩემი პური, რო გამოვაცხე. პომიდორიცა და რაც დავჭერა დამრჩა. მე ჩემი ყურის ხორცი. იაი. მუშაობა დაამთავრე, მე ხავ იმზადები, რომ მეგობრებთან ერთად გავიდე. ის თერაპევტი და ადგილობრივ დაიბარში მივდივარ, ეხლა თმა უნდა დავიღო, ოდნავ თვალებს მეკეში გავიკეთო. და წავიდე, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ცხოვრობენ ჩემგან 20 წუთის სავალზე. და მაგათ გაჩებდნენ წავიყვანთ UBX ავტობუსს და მივიღოთ ჩვენ გაჩერებული. ზეშის ყავს უკეთებ ახლა სანამ მე ჩემს სალატს ვიმზადებ. მაგში ვიყავთ იმიტომ რომ დღემდე ვიღაცები ისე მიყურებენ როგორც კვერცხმზრდებელ ქათამს. და ვერაფერს ვერ ვიზავთ ამასთან დაკავშირებით. Am I wrong? I'm not. Gade. Ja. Jimmy ლამაზი. Jimmy ბედნიერება, Jimmy ცხოვრება. გიჟდები შენდეცი? სახში ისევ დეკონსტრუქცია გვაქვს. საყვარელი რაღაც რაც მეყიდი ამ ბოლო დროს არის აი ეს. უყურეთ. იმიტომ რომ ვერ ვიტან ხეხვა, სტაფილოს ეგეთ რაღაცები, მაგრამ თან ძალიან მიყვარს ლამაზად დაჭრილ და ბუმ. სალათისთვის იდეალურია, შეხედეთ?
იდეალურია. მიფიქრე რომ ჩემს სალათს მაინც შევჭამ. რატო არ ვჭამო? ეს სალათი აუსთან. გავირუჯო. სამ ბიბლია წავიღებს. წავიკითხო. ეს ტიკომბო ალბათ ღმერთსაც თუ არ ნახე. ჩემი სადილი პური სენდვიჩის ზომაზე არ დამეჭრა, ამიტომ ეს პატარ ნაჭრევად თქვენი. ეს არის ჩემი საჭმელი. აი როგორ სიტუაცია გვერდზე ოთახში. ეს რაღაც საკეთებენ. ორი საბაზანო იქნება და კარი აქედან იქნება. ეს ჩემი მეზობლის ოთახი. ავარ და სხვა ოთახში და თან გადასვლა. ახლა ჩემს სახში არის ვახშმის დრო. რაღაცნაირად უცნაური დღე მაგდროს. ვახშმენ მაქვს. მოხარშული კარტოფილი, მოხარშულ სტაფილოსთან ერთად. ხორის ხორცი, რომელიც გამოდღემაცებიდან შევწვი. და გამომწვარი ის რა ქვია, წითელი ბულგარული ნახევარი, ფუი ნახევარი იყო. გემრიელია. სტაფილო აძლევს სიტყვეებას კარტოფილს. და შეგით მაქვს ცოტი ზაკამ და ცხარსოს უნდა მოვასხა. რაღაცნაირად აბალანსებს გემებს ძალიან კარგად. მე მგონი რომ მთელი ეს საჭმელი ახლა 400 კალორიაზე მეტი იყოს. მარა შემოვდივარ ჩვენ საუნაშიო ცოტა გავშრე და დავისვენო. მანქანაში მგონი აუცილებელი breakdown session ტირილის. ღმერთო. ძალიან საინტერესო რაღაცაა ეს ცხოვრება. შეგოს ყველაფერი დავალაგე ცხოვრებაში. შეგოს ყველაფერი კარგად მაქვს ასე თუ ისე. არის პატარა პრობლემები, მაგრამ არაფერი ზის მოგვარებას არ შეიძლება საკმარისი შრომის გარეშე. მარა. ერთი წელი გავიდა. მაინც გადაღება ეს უბრალოდ დამარტყავს ხოლმე რაღაც. დეპლები ხდება ხოლმე ცოტა. უკედელთან ვიცოდი რომ რაღაცა ისე არ იყო. ანუ წავედი. ის ბოლოს უკვე რო დამარტყავდი და გიწავალ დარბაში. სულაღანი შეაჩერა და გზაში რო დამეწყო შუა გზაში. მეგონა პანიკური შტაკა. საბაგერთ ნახე თვალები რა ლამაზე მაქნათ. მოვედი ახლა სახში და შხაპი მივა. და დავიცინე, რომ ღამის 2 საათია. რაც უფრო დიდხანს იყვიდათ, მით უფრო მეტი სულელესი ფიქრებ თავში. მაგიტომ არ ვისწავლში ვარ 10 საათზე. უბრალოდ შაბათ-კვირა, რომ შაბათ-კვირას 10 საათი ძილი არ გამოდის, მაგრამ სხვა დღეებში 10 საათზე უკვე საწოლში ვარ ხოლმე და იცით რა, ეგ უნდა გამეკეთებინა წესით. მაგრამ არ მინდოდა გამოტოვა დარბაზის და ისეც ვიფიქრე რომ დამეხმარებოდა, მაგრამ წავით ხა და შხაპი მივიღოთ. Because mama not race bitch. ან შებროთ ცოტა ჩამეყეს. და შეიძლება მაგითო მაგნერობი განადგურებული. ასე თუ ისე ნახოთ მოგამის ფიტა. აი რუტინა არ გადამიღეს იმალ რო გითხრათ, იმიტომ რომ დაყელი ვარ. არაფრის სურვილი და თავი აღარ მაქვს, გადავწყვეტ ყველა უსაკარგი, მაგრამ საწოლში წავიდე. და უბრალოდ სწრაფად გავერყვა ნაბიჯი. და ახლა მივიდივარ და სცემლად. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებდით და you're not alone. ყველას გვაქვს დღეები. რურამე. და ყველას იდეალური ცხოვრება არის რეალურად უამრავი დებილობის ავსე. ასე რომ მივშადარებთ ნურავის ცხოვრებას. მოიცხოვრებას. შეშლელი.
გამოიწერეთ ჩემი არხი და დაამფოლოვოთ Instagram-ზე. კარგად.